გამარჯობათ. ჩვენ ხშირად გვირჩევენ მივირთვათ ახალი ხილი და ბოსტნეული, მწვანილი, განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე, რათა მივიღოთ საკმარისი რაოდენობა ვიტამინები. ხოლო დიაბეტიკებისათვის ხშირად გაისმის რჩევა, რომ ჯერ უჯრედის შემცველი პროდუქტები მიირთვან. შემდეგ ცილოვანი და მხოლოდ ბოლოს სახამებლიანი, რათა შეამცირონ გლუკოზის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა სისხლში. რაც პრინციპში სწორია. მაგრამ რჩევების ავტორები არასოდეს არ ითვალისწინებენ ნიტრატების შემცველობას პროდუქტებში და ჩემი დღევანდელი საუბრის მიზანი არის ის, რომ სწორედ ეს ფაქტორი გავითვალისწინოთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ფოთლოვანი მწვანები ძალიან ნიჭიერია ნიტრატების დაგროვებაში. მათ შორის კი გამოირჩევა რუკოლა, უაღრესად გემრიელი, ვიტამინებით სავსე, მაგრამ ასევე ფრიადოსანი ნიტრატების დაგროვებაში. რაც არ უნდა ღარიბნია დაგზე მოიყვანოთ რუკოლა, ძალიან ძნელია, რომ მასში 800 მგ კილოგრამზე ნაკლები ნიტრატი იყოს. ასევე კარგად იგროვებს ნიტრატებს სალათი, ოხრახუში, ქინძი, კამა და სხვა მწვანილების პრინციპში, მაგრამ რუკოლა და სალათის ფურცელი ყველაზე უფრო საშიშებია, რადგან მათი მირთმევა ხდება შედარებით უფრო დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით დიაბეტიკების მიერ. ეხლა ნიტრატიონი NO3 ადამიანის საკვებნიუთიერებას არ წარმოადგენს და არანაირი კონცენტრაციით, ვიმეორებ, არანაირი კონცენტრაციით ის არ არის სასარგებლო. მაგრამ გვინდა თუ არა მცენარეები ტყეში ველურად მოსულებიც კი გარკვეულ რაოდენობა ნიტრატს აუცილებლად შეიცავენ და ჩვენ უკვე ევოლუციურად შეგვიებული ვართ, რომ ნიტრატიონი ჩვენ საკვებში გარკვეული რაოდენობით იქნება. სასურველი დოზა ნიტრატისა არის 0, რაც შეუძლებელია, გამორიცხული. თუმცა არსებობს დასაშვები უხიფათო დოზა ადამიანისათვის. ყოველდღიურად 3,7 მგ რომ მივიღოთ ჩვენი წონის 1 კილოგრამზე, ეს დოზა იქნება უხიფათო ადამიანისათვის და არანაირ ჯანმრთელობის პრობლემას არ გამოიწვევს. ანუ 70 კილოგრამი წონის ადამიანისათვის დღიური უხიფათო დოზა 260 მგ-ია. დოზა, რომელიც მწვავე მოწამვლას გამოიწვევს, არის 10 მგ კილოგრამზე. ანუ 70 კილოგრამი ადამიანისათვის 700 მგ. ხოლო სასიკვდილო ლეტალური დოზა ნიტრატებისა ითვლება 20-დან 50 მგ კილოგრამზე. გააჩნია ასაკს, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. ანუ 70 კილოგრამი ადამიანი შეიძლება მოკლას 1400-დან 3500 მგ-მდე ნიტრატმა, ანუ 1,4-დან 3,5 გრამამდე. კაცმა რომ თქვას, სულაც არ არის შეუძლებელი ამ დოზის მიღწევა რუკოლას ჭამით და თუ როგორ ამას ეხლავე აგეხსნით. ეხლა განვიხილოთ დასაშვები ნორმები რამდენიმე გავრცელებულ მცენარეულ პროდუქტში. ეხლა თქვენ ხედავთ ამ ცხრილს. პირველ სვეტში მოყვანილია რამდენი მილიგრამი კილოგრამზე არის ნიტრატი დასაშვები კონვენციურ სოფლის მეურნეობაში, ანუ იქ სადაც იყენებენ შხამქიმიკატებს. თუ ფერმერი სასუქებს სწორად იყენებს, რეალური მნიშვნელობები ამ ნორმის 70-დან 90%-მდე ფარგლებში გახლავთ. მეორე სვეტში მოყვანილია რამდენია დასაშვები ბიო და ორგანულ მეურნეობებში. თუმცა რეალური რიცხვები ორგანული სასუქების სწორად გამოყენებისას ამ ნორმის 30-50%-ს არ აღემატება. ანუ ბიომეურნეობაში ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე ნორმა და დასაშვები. აი მესამე სვეტში კი მოყვანილია მაქსიმალური სიდიდეები, რომლებიც მიიღება სასუქების გადაჭარბებით გამოყენებისას. თუმცა ეს არის ევროპის მონაცემები, სადაც ფერმერი როგორც წესი შეცდომით თუ მოიხმარს ზედმეტ სასუქს. ზედმეტი სასუქი არც მოსავალს არ ზრდის დიდად და ასე ვთქვათ, საკმაოდ ძვირია. აი საქართველოში ვინ რამდენ აზოტს დაუყრის, საზამთრო იქნება თუ მწვანილი, მხოლოდ მისი ფანტაზიით განისაზღვრება. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ გოგრის ნაირები, გოგრა, საზამთრო, ნესვი, კიტრი, აი ესენი
აზოტოვან სასუქზე მოსავლის მატებით პასუხობს, პომიდორი არ პასუხობს სხვათა შორის, მაგრამ გოგრისნაირები პასუხობენ. შედეგად, რეალური ციფრები საქართველოში ამ მნიშვნელობებზე, ამ მესამე სვეტში მოყვანილი მნიშვნელობებზე შეიძლება მეტიც იყოს. ყოველ შემთხვევაში, აი კონკრეტულად საზამთროზე აქ რომ 400 მგ კილოგრამზეა მოყვანილი, პირადად მე 720 მინახავს. ეხლა ვნახოთ, რამდენი რა შეიძლება ვჭამოთ დღეში, დასაშვებ ნიტრატების დოზას რომ არ გადავაჯეროთ. პირველ რიცხვში მოყვანილი რიცხვები შეესაბამება კონვენციურ მეურნეობაში მოყვანილ პროდუქტებს მეორე ორგანულში, ხოლო მესამე კი შეესაბამება მაქსიმალურ შესაძლო დაბინძურებას. მაგალითად, კარტოფილი კონვენციურ მეურნეობაში მოყვანილი დასაშვებია 1080 გრამი, რეალურად მინიმუმ 10%-ით მეტი. ხოლო ბიომეურნეობაში დასაშვებია 1800 გრამი, რეალურად საშუალოდ 2-ჯერ მეტი. ხოლო ზედმეტი ნიტრატებით დაბინძურებულ მეურნეობაში შეიძლება მხოლოდ 450 გრამი კარტოფილის მირთმევა დღეში. თუმცა ახლა ეს დასაშვები დოზა განაწილებული არის ერთ პროდუქტზე. ახლა თქვენ რომ კონვენციურ მეურნეობაში მოყვანილი 1080 გრამი კარტოფილი და 300 გრამი კომბოსტო მიირთვათ, დღეურ უსაფრთხო ნორმას შეიძლება ზუსტად 2-ჯერ გადააჭარბოთ. და ბოლოს ძალიან საინტერესო მომენტი, როცა დიაბეტიკებს ურჩევენ ჭამა დაიწყონ უჯრედისის შემცველი პროდუქტებით. პრაქტიკულად კომბოსტოს გარდა არჩევანი არ გრჩება. რუკოლა და სალათის ფურცელი ძალიან ბევრ ნიტრატს შეიცავს. ამიტომ ძალიან ადვილია უხიფათო დოზების გადაცილებაც და მწვავე მოწამვლის მიღებაც. დაბინძურებული რუკოლის 100 გრამი სრულიად საკმარისია ამისათვის. ამიტომ კიდევ ერთხელ, როცა ყიდულობთ სუპერმარკეტში, თორემ ბაზარში არ არის, აერჩიეთ სერტიფიცირებული ბიოპროდუქტი, არავითარი ნატურალური და ბუნებრივი ეტიკეტზე. ამ სახელების დარქმევა, ნატურალურის და ბუნებრივის, არავითარ პასუხისმგებლობას არ აკისრებს მოყვანს. აი ბიო და ორგანული უკვე სერიოზულ პასუხისმგებლობას აკისრებს ფერმერს. და რაღა ფერმერს გამყიდველსაც. თუ მიწა გაქვთ და თქვენთვის მოგყავთ, მწვანილი მოიყვანეთ რაც შეიძლება ღარიბ ნიადაგზე. და კიდევ რა მინდა ვთქვა. ძალიან ჭკვიანურად იქცევიან დიასახლისები, როცა ბალკონზე ყვავილის ქოთნებში ქიმიის გარეშე მოყავთ მწვანილი. ეს ფულის ეკონომია არ არის. მწვანილზე ბიუჯეტის არც ისე დიდი ნაწილი იხარჯება. ეს არის საკუთარ ჯანმრთელობაზე საკმაოდ ეფექტური ზრუნვა და საკუთარი ოჯახის ჯანმრთელობაზე რა თქმა უნდა. რადგან ვიმეორებ ფოთლოვანი მწვანილი ძალიან ნიჭიერია აზოტის დაგროვებაში, რუკოლა კი აბსოლუტური ჩემპიონი გახლავთ. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.